ესე იგი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთმა ჯერ დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე, გახსოვთ. შემდეგ იყო ნატოს წევრი კიდევ ერთი სახელმწიფო რუმინეთი და როგორც მოსალოდნელი იყო ეს ჩამონათვალი აქ არ მთავრდება. ამ შემთხვევაში მე შემიძლია მოგაწოდოთ უკვე ოფიციალურად დადასტურებული და პრინციპში უახლესი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული შორსმოქმედი დრონის გერბერას ტიპის დრონის ნამსხვრევები აღმოჩენილია ლატვიაში. მოგესალმებით, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი. დიდი მადლობა რომ მიყურებთ. აქვე მოგიკითხავთ ჩემს მუდმივ მაყურებლებს და გამომწერებს, ჩემს აუდიტორიას. მადლობას გადაგიხდით თქვენი მუდმივი ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის. ვინც არ ხართ არხის გამომწერები, მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ, თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო დაალაიქოთ და დატოვოთ კომენტარები შესაბამის კომენტარების ველშიც აი ამ თემებთან დაკავშირებით, რაზეც ვისაუბრებ. ანუ აი ამ ეგრეთ წოდებული breaking news-ის გარდა, რაც არის მართლაც მასშტაბური სიახლე თავისი მნიშვნელობით, რაც ეხება ლატვიაში რუსული დრონის დაფიქსირებას. ამ ვიდეოში ვისაუბრებ ტრადიციულად რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე. ვნახავთ რა ხდება ფრონტის ხაზზე, გაჩვენებთ რუკაზე დეტალურად ინფორმაციას, როგორ შეიცვალა სურათი ბოლო 24 საათის განმავლობაში, სად არის ნეგატიური სიახლეები უკრაინისთვის, სად არის პირიქით პოზიტიური დინამიკა, ნეგატიური, როდესაც ვამბობ აქ პირველ რიგში გულისხმობ კუპიანსკს ამ შემთხვევაში, ხარკოვის ოლქს, რაზეც მე წინა ვიდეოშიც გიყვებოდით, რომ იქ გარკვეულწილად დამძიმდა სიტუაცია, წაიწიეს წინ არაერთი მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა და ამ შემთხვევაში დღესაც არის გარკვეული ცვლილებები სწორედ კუპიანსკის მიმართულებაზე, რაც შეეხება პოზიტიურ სიახლეებს, ეს ძირითადად ეხება ისევ პოკროვსკის მიმართულებას, დონეცკის ოლქს, სადაც წარმატებით განაგრძობენ რუსი ჯარისკაცების წნეხში მოქცევას უკრაინის თავდაცვის ძალები დობროპილიას მიმართულებაზე, იცით რომ იქ ერთ მონაკვეთზე ალყაში არიან უკვე რუსები და ძალიან ახლოს არის უკრაინის დანაყოფი, იქ განთავსებული დანაყოფები იმ მიზნის მიღწევასთან, რომ მეორე უფრო მსხვილი ჯგუფი მოაქციონ ალყაში. მოკლედ გაჩვენებთ იქ რა ხდება დეტალურად. გარდა ამისა ვისაუბრებ უკრაინულ სანქციებზე. ეს ტერმინი უკვე თანდათან მკვიდრდება და დარწმუნებული ვარ ბევრმა თქვენთაგანმა უკვე იცის რა იგულისხმება უკრაინულ სანქციებში, ვინც არ იცის, გეტყვით რომ ამ შემთხვევაში საუბარი არის უკრაინის უპილოტო დრონების ოპერატორების მხრიდან წარმატებულ ოპერაციებზე რუსეთის სიღრმეში. მათი სამიზნე კი სამხედრო ობიექტების გარდა ტრადიციულად არის რუსეთის ენერგოსისტემა, რუსული ნავთობგადამამუშავებელი, მომპოვებელი ობიექტები, მსხვილი ქარხნები და ამ შემთხვევაშიც რეკორდი არ მოუხსნიათ, წინაზე იყო რეკორდი 1400 კილომეტრის მოშორებით დაარტყეს ერთ-ერთ ქარხანას, თუმცა ამ შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 1300 კილომეტრის მანძილზე განხორციელდა ძალიან ეფექტური დარტყმა და ამ მასშტაბურ კადრებსაც ვნახავთ. დავიწყოთ ლატვიის ამბით, მოკლედ როგორც ხედავთ ეკრანზე უკვე გახსნილი მაქვს მე შესაბამისი განცხადებები, ეს არის პლატფორმა X-ზე ერთის მხრივ ლატვიის არმიის ოფიციალური გვერდის ინფორმაცია, თანდართული ფოტოთი და აქვე არის ანდრის სპროცის ლატვიის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული მოკლე განცხადება, სადაც ამ ფაქტის ირგვლივ არის საუბარი. პირველ რიგში გავხსნათ ფოტოს შევხედოთ ვიზუალს, ძალიან მარტივად იდენტიფიცირებადია პრინციპში ეს გერბერას ტიპის დრონები და შესაძლოა ბევრი თქვენგანისთვის უკვე კარგად ნაცნობია ეს ვიზუალი, განსაკუთრებით ეს კუდზე დატანილი ეს ციფრები და მონიშნები სახასიათო არის. იგივე სურათი ვნახეთ ჩვენ პრინციპში პოლონეთში, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ იგივე ტიპის დრონების ფრაგმენტები იქნა ჩამოგდებული დრონების ფრაგმენტები იქნა ნაპოვნი და დასურათებული. ხო, ამ შემთხვევაშიც გერბერას ტიპის დრონზე არის საუბარი. ნუ პირველი ამოცანა ლატვიის არმიის იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ განცხადებაში საუბარია, რომ შესაბამისი ჯგუფები არის გაგზავნილი იმისთვის, რომ შეისწავლონ ეს ობიექტი და პარალელურად დაიწყოს მოკვლევა და უკვე თავდაცვის მინისტრის განცხადებაში ერთის მხრივ დადასტურებული არის, რომ ნამდვილად აღმოჩენილი არის გერბერას ტიპის დრონის ეს კუდის მხარე, უკანა ნაწილი აი ამ დრონის ნამსხვრევის სანაპიროზე. ხო, აქ დასახელებული არის ასევე ლოკაცია და ამას რუკაზეც გაჩვენებთ თუ სად მოხდა ამ დრონის აღმოჩენა და ასევე თავდაცვის მინისტრი ადასტურებს იმ ამბავს, რომ ეს ობიექტი არ არის ფეთქებად საშიში, ის უკვე შეისწავლეს როგორც ჩანს და ნუ არ ქმნის ამ წუთას აღარ ქმნის არანაირ პირდაპირ საფრთხეს.
და ცხადია ნათქვამია რომ უკვე სახელმწიფოს საგამოძიებო უწყებები განაგრძობენ ფაქტის ირგვლივ მოკვლევას. ეს არის და ეს ჯერჯერობით აბსოლუტურად მშრალია ეს ინფორმაცია ფაქტებთან დაკავშირებით გვაწვდიან ცნობებს ადასტურებენ, თუმცა პოლიტიკური განცხადებები ჯერ არ მოგვისმენია, მაგრამ დამერწმუნეთ, არ არის ამაში ახლა არაფერი გასაკვირი, ხვალიდან ამაზე ძალიან დიდი ამბავი ატყდება, მით უმეტეს უკვე იმ პრეისტორიის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ნატოს წევრი ორი სახელმწიფოს საჰაერო სივრცის დარღვევას მანამდე. და ეს ყველაფერი ატარებს იმ კონტექსტსაც, რომ პარალელურად სახეზეა უკვე ახალი ესკალაცია, იქ ბელარუსი, რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომელზეც მანამდეც ბევრჯერ ვისაუბრეთ, სწორედ აი ამ პოლონეთის და რუმინეთის და ახლა უკვე ლატვიის ინციდენტის პარალელურად და ამ ყველაფერთან ერთად ნატოს სწავლებები და მთელი რიგი სიახლეები, რაც უკავშირდება თუნდაც უკვე პოლონეთის გადაწყვეტილებებს, რომ მათ დაიწყონ უფრო მეტი კოორდინაცია უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან იმისთვის, რომ მეტად დაიცვან საკუთარი თავი პრინციპში და ამ მიზნით უკვე გარკვეულ შეთანხმებებზე არის საუბარი, რასაც ასევე დაუბრუნდები და გაგაცნობთ. მანამდე როგორც თქვით, რუკას დავხედოთ და ვნახოთ სად დაფიქსირდა კონკრეტულად ეს ამბავი, სად იპოვეს რუსული დრონის ნამსხვრევები, მე მოვძებნე დასახელების მიხედვით, რაც იყო ოფიციალურ განცხადებაში და საუბარი არის დაახლოებით აი ამ ტერიტორიაზე, აი აქ სანაპირო ზოლზე. ხო, ლატვიის უკიდურესი დასავლეთი ნაწილი, ბალტიის ზღვა, სანაპირო ზოლზე არის ნაპოვნი ეს დრონი. ხო, აქ პირველი კითხვა ლოგიკურად რაც ჩნდება, არის ის, რომ როგორ მოახერხა ამ დრონმა აი ამ წერტილამდე მიღწევა. ყველა შემთხვევაში გამოდის, რომ ძალიან დიდი ტერიტორია იფრინა დრონმა. თუ რუსეთის ტერიტორიიდან იქნა გაშვებული ამ შემთხვევაშიც და თუ ბელარუსის ტერიტორიიდან იქნა გაშვებული ამ შემთხვევაშიც. ანუ ბელარუსი იმიტომ ვახსენებ, რომ ვიცით, რომ პოლონეთის შემთხვევაში რამდენიმე დრონი სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან იქნა გაშვებული და ეს უკვე დადასტურებული ამბავი არის. ხო, კითხვა ჩნდება ცხადია აქ, როგორ მოხდა ისე, რომ არ ვიცი, საიდანაც არ უნდა ავიღოთ, ან ესტონეთს გადაუფრინა, ან ლატვიის მთელი ტერიტორია გაიარა ამ დრონმა. ან ლიეტუვას გადაუფრინა ამ შემთხვევაში და აღმოჩნდა აი აქ რიგადან დასავლეთით უკიდურეს ნაწილში სანაპირო ზოლზე. აი ამ ნაწილშია დაახლოებით აღმოჩენილი დრონი, ეს მონიშნები ცხადია დასახელების ძებნის დროს ამოვარდა და არაფერ შუაში არ არის, მოკლედ, აქ არის. ამბავი ხდება აი აქ. ესაც ცხადია დამატებით კითხვებს აჩენს საჰაერო თავდაცვის ეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში ლატვიის შემთხვევაში და არა მხოლოდ პრინციპში. როდესაც ვამბობთ ეფექტურ მუშაობაზე არსებობს კითხვებიო, ამის საფუძველი პრინციპში უკვე არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პოლონეთის შემთხვევაში 20-დან მხოლოდ 5 დრონი იქნა ჩამოგდებული, იქ 20 პრინციპში ესეთ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვა, არ შეგვიძლია რომ ვთქვათ, იყო ინფორმაცია 19-დან 25-მდე დრონზე, რომელიც გადავიდა პოლონეთის ტერიტორიაზე. ხო, რუმინეთის შემთხვევაში ვიცით, რომ აღმოაჩინეს, თუმცა F-16-ები აწიეს და არ ჩამოაგდეს და გადააცილეს შემდეგ ისე უკრაინის ტერიტორიაზე და ეს ძალიან უცნაური ამბავი არის. ხო, და ამ შემთხვევაში უკვე ლატვია და საკმაოდ მოშორებით რუსეთის თუ ბელარუსის საზღვრიდან არის დაფიქსირებული ეს შემთხვევა. ამაზეც ალბათ ბევრი კითხვები დაისმევა და პირველ რიგში კითხვები საკუთარ თავს უნდა დაუსვან ამ სახელმწიფოების პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ, რამდენად არიან მზად მსგავსი პროვოკაციებისთვის. პრინციპში აღიქმება ეს ამბავი, რომ რუსეთის ამოცანა, პუტინის ამოცანა ნაწილობრივ გარდა თავისი პროპაგანდისტული მიზნებისა არის სწორედ ნატოს მზადყოფნის შემოწმება. პუტინი ტესტავს ნატოს შესაძლებლობებს, მათ მდგრადობას, მათ კოორდინირებულ მუშაობას, მათ ეფექტურობას კონკრეტულ საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში და როგორც ჩანს ეს სიურპრიზები არ მთავრდება და ეს მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით
ამბებზე მიანიშნებს თავდაცვით უნარიანობის ნაწილში. უკრაინის მაგალითი რომ ავიღოთ შედარებისთვის, ანუ როგორც ვიცით, ასეულობით საჰაერო სამიზნე შედის ყოველდღიურად უკრაინის სივრცეში. ყოფილა შემთხვევები, რომ 800-ზე მეტი დრონი შეფრინილა ერთი ღამის განმავლობაში უკრაინაში სულ ახლო წარსულში და ხდება ისე, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ახერხებს, საჰაერო თავდაცვა ახერხებს თითქმის 90%-ის ეფექტურობა აჩვენოს და 90%-ზე მეტი სამიზნეების განადგურებაც კი ხდება ხშირ შემთხვევაში და ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელი არის იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ძალიან ინტენსიური შეტევები, ყოველდღიური შეტევები რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე და არის კომბინირებული შეტევები, არა მხოლოდ დრონებით, არამედ ფრთოსანი რაკეტების თუ ბალისტიკური რაკეტების ერთდროულად გამოყენებით და ძალიან რთული რეალობა აქვს უკვე წლებია უკრაინას ამ მხრივ და ამ წლების პარალელურად აგროვებს ძალიან დიდ გამოცდილებას. და თუ შევადარებთ ამ ინციდენტებთან მიმართებით კონკრეტულად პოლონეთის, რუმინეთის და ახლა უკვე ლატვიის რეაგირებას და იმ ამბავს და ფაქტს მოცემულობას, რომ მათი რეაგირება არც ისეთი ეფექტური აღმოჩნდა, ალბათ 100 თავით მაღლა დგას ახლა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები, საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და ეს უკვე ცხადად გამოჩნდა. ამაზე, არ ვიცი, თუნდაც კომენტარებში გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, ეს არ არის მხოლოდ რაღაც ჩემი მოსაზრება, ამაზე ძალიან ბევრი საუბრობს და უბრალოდ მარტივად ფაქტები აჩვენებს ამ ყველაფერს. შესაბამისად, ბევრი საფიქრალი გაუჩინა აი ამ პუტინის აი ამ ტიპის პროვოკაციებმა პრინციპში ნატოს და ევროპის სახელმწიფოებს. იქიდან გამომდინარე, რომ მათ მოუწევთ მეტად გამოფხიზლება. ერთის მხრივ დაფიქრება იმაზე, რომ საჭირო არის უკრაინის უფრო მეტად შეიარაღება და დახმარება იმისთვის, რომ რეალურად მათ განაგრძონ იმ ფუნქციის შესრულება, რასაც დიდი ხანია ასრულებენ და იყვნენ აღმოსავლეთით მთავარი შემაკავებელი და მთავარი ფარი მთლიანად ევროპისთვის, რასაც თავად უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა თითქმის ყოველდღიურად იმეორებს, რომ ეს არ არის მარტო მათთვის არსებული საფრთხე და მთელ ევროპას ემუქრება ამ შემთხვევაში საფრთხე და მეორეს მხრივ ევროპის ქვეყნებს, ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწევთ იმაზე დაფიქრება, რომ საჭირო არის უკრაინის დაგროვილი აი ამ გამოცდილების გაზიარება და ამაზე უკვე იღებენ გადაწყვეტილებებს, ამაზე უკვე ფიქრობენ, მათ შორის ამას ადასტურებს პოლონეთის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, ამ შემთხვევაში ამ სიახლეებზე ვისაუბრებს სწორედ. დღეს იყო მათ შორის დენის შმიგალის აი ეს ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მან პოლონეთის თავდაცვის მინისტრთან გამართა შეხვედრა და მთელი რიგი პუნქტები არის აქ ჩამოთვლილი, რაზეც ისინი შეთანხმდნენ. აი აქ არის შესაბამისი ფოტო მასალაც ამ ინფორმაციაში მოყვანილი და აქ არის საუბარი ერთობლივ წორთნებზე, აქ არის საუბარი ერთობლივ წარმოებაზე, გამოცდილების გაზიარებაზე, ერთობლივი ჯგუფების შექმნაზე, იმისთვის რომ ეფექტურად მოხდეს კოორდინირება, ინფორმაციის გაცვლა, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე უკრაინის მხრიდან, როდესაც იქნება რუსული დრონების თუ სხვა ტიპის საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა უკრაინის საჰაერო სივრცეში, რაც ნაწილობრივ ცხადია საფრთხეს უქმნის ამ შემთხვევაში პოლონეთსაც. აი ამ ტიპის თანამშრომლობაზე საუბრობენ ისინი, აწერენ ხელს კონკრეტულ შეთანხმებებს და ასევე საუბრობენ თანხებზე, რომელიც პოლონეთმა უნდა ჩადოს ამ შემთხვევაში ერთობლივად ინდუსტრიაში, რომ განამტკიცონ როგორც უკრაინის, ასევე პოლონეთის თავდაცვის უნარიანობა. ეს უკვე პოზიტიური სიგნალია, ეს უკვე საქმეა და ეს ყველაფერი ცხადია ხელს აძლევს უკრაინას არა მხოლოდ ამ მომენტში, არამედ გრძელვადიანი გაგებითაც. თანდათან უკვე ყველა ხვდება, რომ უკრაინის დახმარება არის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხი. ვნახოთ მოკლედ როგორ განვითარდება პროცესი, სადამდე წავა ეს ესკალაცია, ახალი ეს პროვოკაციული მოქმედებები პუტინის, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ შემთხვევაში არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებს, პოლონეთს, რუმინეთს, ლატვიას ამ შემთხვევაში და შესაძლოა ეს ჩამონათვალი კიდევ უფრო გაგრძელდეს. ამას უკვე მომავალში ვნახავთ. ნუ რა შეიძლება ვთქვათ შეფასების ნაწილში, ორი ძირითადი მიზანი არის აქ. ერთი რაც უკვე ვთქვით, ნატოს შესაძლებლობების გატესტვა, მათი თავდაცვის უნარიანობის გატესტვა პუტინის მხრიდან და მეორე ეს არის პროპაგანდისტული ამოცანა.
პუტინი როგორც წინა ვიდეოში წყვებოდი, ახლა ჩანს კამერებთან პოზირებს სამხედრო ფორმაში ჩაცმული, იქ საერთო სწავლებები ბელარუსთან, ძალის დემონსტრირება იმ ფონზე, რომ ზაფხულის კამპანია მის არმიას ჩაუვარდა და ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა ვერ შეასრულეს, ვერც ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი ვერ აიღეს უკრაინაში მთელი ამ ზაფხულის განმავლობაში. პატარ-პატარა წინსვლების მიუხედავად ეს საერთო სურათს არ ცვლის. პუტინს ჭირდება, რომ აი ამ ფონზე საკუთარ საზოგადოებას აჩვენოს ძალა, მოახდინოს ეს კუნთების დემონსტრირება, იმისთვის რომ გაიმყაროს პოზიცია ხალხმა, ტაში დაუკრას და შემდეგ ამაზე ილაპარაკონ და რუსეთში ამას უკვე აკეთებენ. ძალიან კარგად ყიდიან ამ ამბებს, როგორც უკვე გამოჩნდა, ამაზე დაიდო მედიაშიც ინფორმაცია არაერთი, რომ ბევრი რუსეთის მოქალაქე ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეხვდა იმ ამბავს, რომ რუსული დრონები აღმოჩნდა პოლონეთში და მათ პროპაგანდა ყოველდღიურად ეუბნება, რომ რუსეთის არმია იმდენად ძლევამოსილია, რომ მათ შეუძლიათ არა მხოლოდ დაიპყრონ უკრაინა, არამედ მარტივად გადაურბინონ პოლონეთს, დაიპყრონ ბალტიის ქვეყნები, თუ ეს მოუნდებათ და მარტივად ჩავიდნენ ბერლინამდე და რა ვიცი, ეიფელის კოშკი დაძირონ, გამოიყენონ ბირთვული, აბსოლუტურად ყველაფერი. ეს მთელი ეს ნიაღვარი პროპაგანდის მხრიდან მიედინება რუსეთის მოქალაქეებთან და ამ ფონზე ისინი მზად არიან, რომ ხო, შეეგუონ დანაკარგებს, იმიტომ რომ მათი განწყობა არის შემდეგი, რომ ისინი თანამონაწილეობას გრძნობენ აი ამ რუსეთის დიდებულების აღდგენის თუ განმტკიცების საქმეში და ისინი თვლიან, რომ მსხვერპლი, რომელსაც ისინი იღებენ, საჭირო არის დედა რუსეთის დიდებისთვის. და რადგან პუტინი ასე ფიქრობს, რომ სწორია შეტევა, სწორია ომი, სწორია მსხვერპლი, მათ ეს მსხვერპლი უნდა გაიღონ. მსხვერპლი შეიძლება იყოს მათი ოჯახის წევრი, რომელიც ფრონტზე ესე საზარბაზნე ხორცად გაუშვეს, ან შეიძლება იყოს მათი ნათესავი, მეზობელი და ასე შემდეგ. ეს მსხვერპლი თანდათან უფრო იზრდება, მილიონს გადაცდა უკვე დიდი ხანია. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აი ამ მითების ქვეშ და აი ამ პროპაგანდის ქვეშ ცხოვრობენ, მზად არიან, რომ დათმონ საკუთარი სიკეთეები, დათმონ მეტი შემოსავალი, დათმონ მოგზაურობა, ბრენდები, რაც ძალიან მაგრად უყვართ და ბევრი რამე კიდევ. ბევრი რამე, რასაც ყოველდღიურად აი ესე ეკონომიკის პრობლემების კვალდაკვალ ეგუებიან და ელევიან. ხო, სამაგიეროდ თვლიან, რომ ხო, ეს გამართლებული მსხვერპლი არის და ამას უზრუნველყოფს რუსეთის ძალიან ეფექტური მუშაობა პროპაგანდის თვალსაზრისით და ამ პროპაგანდის სათავეში დგას პუტინი. რადგან რუსეთის დანაკარგებზე ვსაუბრობთ, გადავიდეთ აქვე შემდეგ თემაზე, რომელიც ეხება როგორც დავაანონსე უკრაინულ სანქციებს, ანუ მათ მიერ განხორციელებულ დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმეში უშუალოდ ნავთობ ობიექტებზე, შესაბამისად ეს დარტყმები აყენებს უდიდეს ზიანს რუსეთის ეკონომიკას, მათ ნავთობმოპოვებას, გადამუშავების პროცესს, შესაბამისად აფერხებს მათ მიერ ნავთობის ექსპორტზე გატანას და ამცირებს შემოსავლებს, რაც გამოიყენება ომისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ კადრებს, რომელიც გადაღებული არის ბაშკირეთის ტერიტორიაზე, ეს არის სალავატის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და დარტყმა განხორციელდა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 1300 კილომეტრის მოშორებით. ძალიან დიდი განაცხადია, ძალიან მასშტაბური ხანძარია, როგორც ხედავთ, ეს არ არის ერთადერთი კადრი, აქვე მე შემიძლია გაჩვენოთ სხვაც. სხვა რაკურსიდან გადაღებული, სადაც მარტივად აღსაქმელი არის ამ დარტყმის ეფექტი ამ ხანძრის გათვალისწინებით. აქვე დამატებითი ინფორმაცია გავრცელდა შემდგომ უკვე, რომ აი ამ დარტყმის შედეგად დაზიანდა მნიშვნელოვანი სექტორი აი ამ მასშტაბური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის და მისი ეფექტური გამართული ფუნქციონირების გარეშე გამოითქვა ასეთი ვარაუდი, რომ მთლიანად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობის გაგრძელება მინიმუმ ახლო მომავალში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ცხადია, მე ამის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა ინფორმაციას, რომელსაც გავეცანი, დაახლოებით ასეთი იყო, რომ დაზიანდა ის ნაწილი ამ ქარხნის, ეგრეთ წოდებული ამ ქარხნის გულიაო, ასე იყო ამ ინფორმაციაში აღნიშნული, მოკლედ მოწყობილობები, რომელიც ამუშავებს ნავთობს საწყის ეტაპზე და ხდება ნავთობიდან გაცალკევება წყალის და სხვადასხვა
ნივთიერებების, მინერალების და ასე შემდეგ. ანუ რაღაცნაირად გასუფთავება ჩემ წარმოდგენაში ასე აღვიქვი ეს ამბავი, რაც არის მნიშვნელოვანი საკვანძო ეტაპი ნავთობის გადამუშავების ცხადია და აი ამ სექტორის დაზიანების შემთხვევაში უკვე გასაგებია, რომ სერიოზული პრობლემები აქვს ამ შემთხვევაში სალავატის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. აქვე საინტერესო საინფორმაციო რუკა, რომელიც თქვენთვის შემოვინახე და სწორედ ამ თემას ეხება, აქ არის დასურათებული, დათარიღებული და ლოკაციებით მონიშნული ინფორმაცია თუ რომელ რიცხვში, სად რომელ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. დღეს უკრაინული მედია არაერთი წყარო ავრცელებდა ინფორმაციას, ერთგვარ შემაჯამებელ სტატისტიკას მათი მონაგარის შესახებ ბოლო 45 დღის განმავლობაში და ამ ინფორმაციით ესე იგი აგვისტოს თვეში და სექტემბრის პირველ ნახევარში მათ 15 ყველაზე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას 21 ჯერ წარმატებულად დაარტყეს, ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ რიგ შემთხვევაში სხვადასხვა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განმეორებითი შეტევებიც იყო, აი აქ არის მაგალითები, სადაც არა მხოლოდ 2, არამედ 3 შეტევაც არის მონიშნული და დათარიღებული და აი ამ ყველაფრის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა რუსეთის ენერგო რესურსებს, სხვადასხვა ინფორმაციით, სხვადასხვა გათვლებით მინიმუმ 20%-ია წლიურ მოპოვებაში რუსეთის მოცულობის შემცირება და მაქსიმუმ 25%-საც ითვლიან, აი აქ არის მოცემული შესაბამისი ინფორმაციები, რომელი ეს გადამამუშავებელი ქარხანა წლიურად რამდენ ტონა ნავთობს ითვლის, რამდენ ტონას გადაამუშავებს, როგორი არის მათი მოცულობა, სწორედ აი ამ ციფრების ანალიზით გამოთვალეს პროცენტიც შესაბამისმა წყაროებმა. როგორც წესი ვიდეოებს ვიწყებ ხოლმე ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის მიმოხილვით, თუმცა ამ შემთხვევაში პირიქით გამოვიდა, არა უშავს, ლატვიის აი ამ დიდი ამბიდან გამომდინარე სხვა თემებმა უფრო მეტი დრო წაიღო და შემდეგ თხრობა სხვანაირად წავიდა. მოკლედ არ მინდა რომ გამოტოვოთ ეს ნაწილიც იქიდან გამომდინარე, რომ საინტერესო ცვლილებები არის ფრონტის ხაზზე. წავიდეთ პირდაპირ ხარკოვის ოლქში, კუპიანსკი, სადაც ყველაზე მეტად დრამატულად იცვლება უკრაინელებისთვის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სიტუაცია. აქ რუსების წნეხი თანდათან უფრო მატულობს, ბოლო განახლება არის 18 რიცხვში, მოდით ცვლილებას გადავხედოთ. ესე იგი, აქ პროცესები სწრაფად იცვლება 11 სექტემბრის შემდეგ. 11 სექტემბერს ასეთი მოცემულობა იყო, მანამდე რუსებს ჰქონდათ უფრო მეტი წინსვლა აქ, თუმცა კონტრშეტევა იყო უკრაინელების მხრიდან, აქ გაასუფთავეს და აახევინეს უკან. თუმცა 11 რიცხვიდან ისევ იწყება აქტიური მოქმედება და ზეწოლა. ნახეთ, ესე იგი, 13-ში უკვე 2 მიმართულებით წავიდა შეტევა, აქ რუსები ცდილობენ, რომ აქ საყრდენი შეიქმნან, ასე ვთქვათ, შემდეგი შეტევებისთვის და ამას ახერხებენ. პარალელურად კუპიანსკის ჩრდილოეთით წინ მიიწევენ, თანდათან ფართოვდება ნაცრისფერი ზონა შემდეგ რიცხვებში და აი უკვე 16 რიცხვში ეს მოცემულობა გვაქვს. 16 რიცხვში მნიშვნელოვანი შეჟონვა არის უკვე ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, მათ შორის დასახლებულ პუნქტებში და ამაზეც ვისაუბრებთ და ბოლო განახლება კი ნახეთ, რომ უფრო თან მოიმატა აქ წითელმა ზონამ და ეს გაფართოვდა ეს კორიდორი, ასე ვთქვათ, სადაც რუსები იკავებენ პოზიციებს და ასევე მოიმატა აქ უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშიც რუსების ყოფნამ, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევთ. ხო, რაც შეიძლება ქალაქის შესახებ ითქვას, ამაზე წინა ვიდეოშიც ვსაუბრობდი, რომ რთულია სიტუაცია იქნება გამომდინარე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობაც არის, ეს ხელსაძლევს რუსებს ინიღბებიან, ხან გადაცმულებით თვითონ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ისე დადიან და ახერხებენ დამალვას, შემდეგ უკვე შენობებში და ასე შემდეგ გადაჯგუფებას, ეს ყველაფერი უმარტივებს მათ საქმეს. რთულია უკრაინისთვის, იმიტომ რომ მშვიდობიანი მოსახლეობა რადგან არის, აქ ვერ დაბომბავენ რუსების პოზიციებს და ასე შემდეგ, მოკლედ საკმაოდ არ არის მარტივი მათი მდგომარეობა და მოუწევთ რაღაცა გადამწყვეტი ზომების მიღება ან დამატებით ძალების მობილიზება, რომ სასწრაფოდ გაწმინდონ, გაასუფთავონ და ეს ყველაფერი, ქალაქის ბრძოლებიდან გამომდინარე არ იქნება ადვილი, ამას საჭირდება ბევრი მსჯელობა. ხო, კუპიანსკზე საკმაოდ სწრაფად არის ალბათ რაღაც გადაწყვეტილებები მისაღები უკრაინის გენშტაბში. ხო, აქ კიდევ საუბრობდი წინა ვიდეოშიც იმაზე, რომ მათი ამოცანა გარდა იმისა, რომ დასახლებულ პუნქტებს იკავებენ, რუსების ამოცანა არის
არის აქ სტრატეგიული მნიშვნელობის გზების დაბლოკვა, რაც შემდეგ უკვე სხვა დასახლებების შემთხვევაში უკრაინელებისთვის გაართულებს საქმეს მომარაგების ნაწილში და შესაბამისად პრობლემებს შეუქმნის მათ თავდაცვით პოზიციებს და ასევე ვახსენებდი იმას, რომ აი ამ ფონზე რომ კუპიანსკზე იზრდება წნეხი, რუსები შეეცდებიან რომ სხვა მიმართულებებიდანაც განავითარონ შეტევები და შეეცადონ რომ ეს გარღვევები, რაც მანამდე ამ ფრონტის ხაზზე აქ არის მონიშნული უფრო მეტად განავითარონ და მიზანი არის ის, რომ მთლიანად ჩაკეტონ ეს სივრცე და დაიკავონ კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი. ეს მათი ამოცანა არის და ეს ცხადად ჩანს და ამაზე მიანიშნებს თუნდაც ბოლო სიახლეები, რაც ჩანს რუკაზე უშუალოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში. ხო, აი აქ 16 რიცხვში იყო ნაცრისფერი ზონა, 18 რიცხვში, უბრალოდ ბოლო 48 საათის განმავლობაში გამოდის 18 რიცხვში აი აქ კონკრეტულად ამ მიმართულებაზე ნახეთ გარღვევა. და ეს გარღვევა არ არის პატარა, თუ ზოგადად ამ ფრონტის ხაზზე ბოლო პერიოდში არსებულ დინამიკას გავითვალისწინებთ, რომ ნახოთ რა მანძილით წაიწიეს წინ, აქამდე მოვიდნენ, აქედან, ხო? ეს არის დაახლოებით 4 კილომეტრამდე მანძილი, სადაც უშუალოდ წითელი დაფარვაა და უკვე დადასტურებულად რუსების ყოფნა არის, გარდა ამისა გაფართოვდა ნაცრისფერი ზონაც. ხო, ერთ სიტყვით მთლიანობაში კუპიანსკში სიტუაციის დამძიმება აი ამ სივრცეს მთლიანად შეუქმნის საფრთხეს. გადავინაცვლოთ უფრო სამხრეთით დონეცკის ფრონტზე, აქ დამატებითი სიახლეები უნდა გაგაცნოთ დობროპილიასთან დაკავშირებით, აქ კიდევ რაღაც გარკვეული დეტალები გაირკვა. ხო, ამაზეც ხშირად ვსაუბრობ ხოლმე, აქ იყო რუსების დიდი გარღვევა აგვისტოს პირველ ნახევარში, უბრალოდ აგვისტოს შუიდან და შემდეგ მეთოდურად დაჩეხეს ეს რუსების გარღვევა დობროპილიას მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა და ამ შემთხვევაში ისინი პოზიციებს აფართოვებენ აი აქ პანკივკა დასახლება ამ მიმართულებით, როგორც ხედავთ აქ ლურჯი დაფარვა და სხვადასხვა ცნობებით ჯერ ეს ამ წყაროზე არ არის ასახული, თუმცა ისინი ცდილობენ რომ მაქსიმალურად შეუტიონ აი აქ პანკივკადან უკვე აი აქ დასავლეთი მიმართულებით რუსების პოზიციებს და მიზანი არის აი ამ ზონის გადაჭრა. ამ შემთხვევაში თუ ამას მოახერხებენ და საკმაოდ პოზიტიურ სურათზე საუბრობენ სხვადასხვა წყაროები, ამბობენ რომ კარგად მიდის ამ ხრივ საქმე, მათ ძალიან დიდი ალბათობით შეეძლებათ აი აქ, აი ამ ზონაში მყოფი რუსი სამხედროების ალყაში მომწყდება და ამის ალბათობა თანდათან უფრო მატულობს. ნახოთ როგორ განვითარდება მომდევნო დღეების თუ საათების განმავლობაში. აქ ამბავი დიდი ალბათობით ახლო მომავალში გვექნება სიახლეები პოზიტიური უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. ხო, სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ამ ზონაში, ანუ დონეცკის ოლქში ფრონტის ხაზზე დღეს ჩასული იყო უბრალოდ უკვე გუშინ გამოდის, ხო? ახლა გვიანი ღამეა, როცა ამ ვიდეოს წერ, ჩასული იყო ვოლოდიმირ ზელენსკიც და პრინციპში ზელენსკიმ აქ აჩვენა პუტინის ქმედებაზე ერთგვარი პასუხი იყო რა. წინა ვიდეოში მე ვსაუბრობდი, რომ პუტინი ამ რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი წვრთნების ფარგლებში რუსეთის ტერიტორიაზე სადღაც სიღრმეში ერთ-ერთ ბაზაზე მივიდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული და იქ იარაღებს ატრიალებდა ხელში და ასე შემდეგ. ზელენსკი ამ შემთხვევაში ჩავიდა უკვე უშუალოდ ფრონტის ხაზზე, სადაც პუტინი როგორც წესი არ ეკარება და არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, სადაც ის რამდენიმე ათეული კილომეტრით რეალურად მიუახლოვდა ფრონტის ხაზს. იყო ერთი შემთხვევა მარტში, როდესაც კურსკში ჩავიდა სამხედრო ბაზაზე, მას შემდეგ რაც იქ რეალურად საფრთხე არანაირად აღარ ემუქრებოდა, ეს იყო და ეს და მაშინაც სამხედრო ფორმაში გამოჩნდა უკვე ეს რაღაც მოგვარებულ პრობლემაზე მივიდა, ვითომ იმის დემონსტრირებისთვის, რომ ხო, ყველაფერს აკონტროლებდნენ და სწორედ ასეთ განცხადებებსაც აკეთებდა. ზელენსკი ამ შემთხვევაში უშუალოდ ფრონტის ხაზზე გამოჩნდა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ის ხშირად აკეთებს ამას, ფრონტის ხაზის სიახლოვეს ერთ-ერთ დაცულ ადგილას შეხვდა სამხედროებს, გადასცა მათ ჯილდოები და ისაუბრა წარმატებების შესახებ, რომელსაც აი ამ ზონაში აღწევენ. ბევრი ამა სპეკულაციის მიზნით იყენებს, თითქოს ჩვენ ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ მორჩა ეხლა წარმატებას, რადგან ვახსენებთ ნიშნავს, რომ უკრაინელებმა განდევნეს რუსები ან დაამარცხეს ბრძოლის ველზე. ცხადია, ამაში ეს არ იგულისხმება ის რომ ისინი
თავისი სიმამაცით, თავისი თავგანწირვით ახერხებენ იმას, რომ უჭირავთ თავდაცვითი ხაზი და ახერხებენ იმას, რომ არ აძლევენ ძალიან დიდი მობილიზების მიუხედავად რუსებს დონეცკის ოლქში წინსვლის საშუალებას და ამაზე მეტყველებს თუნდაც ეს ამბავი, რაც პოკროვსკის გარშემო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხდება. აქვე მაქვს კადრებიც, რაზეც ვსაუბრობდა, გაჩვენებთ. ეს არის სწორედ შეხვედრის კადრები. ზელენსკი დონეცკის ოლქში ფრონტის ხაზთან ახლოს ხვდება სამხედროებს, შემდეგ არის უკვე დაჯილდოების ცერემონია და ხო, ნუ მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის და თავგანწირვისთვის და მათი მიღწეული შედეგებისთვის. აქვე ზელენსკიმ თავის განცხადებაში ისაუბრა შედეგებთან დაკავშირებით, თქვა რომ წარმატებით ხორციელდება გარკვეული დასახლებული პუნქტების გაწმენდა, თქვა რომ გაათავისუფლეს 160 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია აი ამ ზონაში, სწორედ დობროპილია პოკროვსკის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა და ისინი კიდევ უფრო წინ მიიწევენ. ხო, ნუ 7 დასახლებული პუნქტის გაწმენდაზე საუბრობდა ზელენსკი აი ამ განცხადებაში უკრაინულ ენაზეა შესაბამისად, ნუ არ იქნება ალბათ საჭირო ამის ჩართვა, ნუ შინაარსი ეს იყო, ისაუბრა მიღწეულ შედეგებზე. და ხო, ნუ აქ მთავარი რა არის ჩემთვის, რაც იყო სიმბოლური ამ ამბავში, რომ დღეს სწორედ დონეცკის ოლქში ფრონტთან ხაზთან ახლოს გამოჩნდა ზელენსკი. ეს იყო ერთგვარად პასუხი პუტინის გუშინდელ და გუშინწინდელ კადრებზე, ხო? პუტინი მივიდა რუსეთის და ბელორუსის ერთობლივი წვრთნების ფარგლებში ერთ-ერთ დაცულ სამხედრო ბაზაზე რუსეთის სიღრმეში და იქ რაღაც პისტოლეტს ატრიალებდა ხელში, ამას წინა ვიდეოში ვსაუბრობდი და გაჩვენებდით კადრებს და ეს დადგმული შოუ, კამერები და ეს კაცურად რო დააბიჯებდა თითქოს რაღაც ძალის დემონსტრირებისთვის, ხო? აი ამ მთელი ამ პოლიტიკური ამბების ფონზე და განსხვავება, ნუ ზელენსკის შემთხვევაში ცალსახად ჩანს. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს ძალიან თვალშისაცემი არის ხოლმე ყოველ ჯერზე, რომ ზელენსკი ახერხებს უფრო მეტად რეალურად სიახლოვე აჩვენოს სამხედროებთან, მათ მიმართ დამოკიდებულება აჩვენოს, ასევე აჩვენოს სოლიდარობა დაზარალებული, ომით დაზარალებული ხალხის მიმართ, როდესაც ყველა ჯერზე, როდესაც ის მოქალაქეებს ხვდება და ამას ძალიან კარგად ახერხებს. ემოციურად მისი ეს კონტაქტი ხალხთან, მშვიდობიანებთან, სამხედროებთან თუ ასე შემდეგ არის ყოველთვის ძალიან ემოციური და ცდილობს რომ ეს კონტაქტი იყოს გულწრფელი აი ამ ყოველ ჯერზე და ეს დასაფასებელია, ნუ ალბათ ამას ხედავენ თავად უკრაინის მოქალაქეებიც, ჯარისკაცებისთვის ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის იმის დანახვა ასეთ სიტუაციებში განსაკუთრებით სადაც ძალიან სარისკო ზონებში მათ უწევთ ოპერაციების შესრულება, რომ ხო, მათი მთავარსარდალი არის მათ გვერდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურადაც და თავად სამხედროების ჯარის განწყობისთვის, რომ დაინახონ ეს თანადგომა პოლიტიკური ხელმძღვანელობის. შეიძლება ეს საკვანძო მნიშვნელობისაც კი იყოს, შესაბამისად ამას კარგად აცნობიერებს ზელენსკი და ასეთი ნაბიჯებით მუდმივად აჩვენებს საკუთარ მადლიერებას და გვერდში დგომას. ის აჩვენებს, რომ ის პოლიტიკური მიმართულებით ცდილობს თავისი მაქსიმუმი გააკეთოს და ამავდროულად ცდილობს, რომ სამხედროებთანაც არ დაკარგოს სიახლოვე და მათ აგრძნობინოს, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი გაიღონ და რაც შეიძლება ეფექტურები იყვნენ ბრძოლის ველზე. კარგით, მოდით აქ დავასრულებ ამ ეპიზოდს. კიდევ არის ბევრი საინტერესო სიახლე, ბევრიც იქნება ხვალ მომდევნო საათების განმავლობაში და დაგიბრუნდებით უკვე შემდეგ ეპიზოდში. დამატებითი სიახლეებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა რომ თვალს მადევნებთ, მადლობა განსაკუთრებით იმ გამომწერებს, იმ მაყურებლებს, რომლებიც ხშირად მიბრუნდებიან და თვალს მადევნებენ როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარედან. ყველას ძალიან დიდი მადლობა, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, თქვენი პოზიტიური კომენტარები, გამხნევება, ეს მაძლევს მე იმის შესაძლებლობას რომ არ გავჩერდე, რომ გავაგრძელო ამ საქმის კეთება. ხო, ნუ დანარჩენი ვნახოთ. ყველა ვაცნობიერებთ რა პროცესში ვართ, ყველა ვაცნობიერებთ რა ფუნქცია გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
უკრაინისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ნახოთ. ერთ სიტყვით დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ვინც არ ხართ არხის გამომწერები და ახლა იპოვეთ, მოგეწონათ თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს, აქვე პატარა ანონსიც, ხო, დამატებითი ინფორმაცია. სულ 2-3 დღის წინ მე ჩემ კოლეგებთან ერთად, რატი მუჯირთან, გიორგი ცხვიტავასთან, თამარ ნუცუბიზესთან ერთად დავიწყე ახალი პროექტი, რომელსაც ქვია ბოლო სიტყვა, ამას დავაანონსებ, წინა ვიდეოშიც ვახსენე. ხო, ეს პროექტი, YouTube არხი არის ახალი და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა გუნდმა, 4 ადამიანმა, ვინც ჩამოვთვალე, ყოველკვირეულად შევიკრიბოთ, გვექნება ბრიუსელიდან თამარ ნუცუბიზის ჩართვები, მე რატი და გიორგი აქ შევიკრიბებით და შემოგთავაზებთ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური თემების, პოლიტიკური სიახლეების შესახებ განხილვებს, კვირის მთავარი თემების ანალიზს, რომელიც უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს, უკავშირდება ევროკავშირს, ნატოს იმ თემებს პრინციპში, რაზეც ყველა ეპიზოდში ვსაუბრობ და ეს ყველაფერი ცხადია უკავშირდება საქართველოს და ამ ქვეყნის მომავალს, ამ ქვეყნის დასავლურ კურსს და მოკლედ, ხო, აი ყველაფერზე ვსაუბრობთ და კარგი იქნება თუ გადახვალთ ამ არხზე, ბოლო სიტყვა, შეგიძლიათ მოძებნოთ ქართულადაც, ინგლისურადაც და გამოიწეროთ არხი. ეს ძალიან დაგვეხმარება ჩვენ, რომ ეს პროექტი კარგად დავსტარტოთ, ასე ვთქვათ. კარგი, დაგემშვიდობებით, ნახვამდის მომდევნო ეპიზოდამდე.